გერმანიის კანცლერი მიანიშნებს, რომ ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებთან სავალჭრო შეთანხმების მიღწევას უახლოეს დღეებში შეძლებს. ფრთხილი ოპტიმიზმით ნაგარნახები პროგნოზით ფრიდრიხ მერცი თვის ბოლოს გულისხმობს. ბერლინში აცხადებენ, რომ ამის თქმის საფუძველს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან არსებული ბოლო კონტაქტები იძლევა. თავად განცხადება კი კანცლერმა მერცმა შვეიცარიის პრეზიდენტის ვიზიტის დროს გააკეთა გერმანიაში. ჩვენ ვრცლად განვიხილეთ სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებული ვითარება და გამოთქვით იმედი, რომ შეძლების დაგვარად მალე მივაღწევთ ტარიფებთან დაკავშირებით შეთანხმებას ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ევროპასა და ვაშინგტონის ადმინისტრაციას შორის. ორივეს გსურს, რომ ეს კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს და გქონდეს საიმედო საფუძველი ორმხრივი ვაჭრობისთვის. ცნობილია, რომ ჩვენი მთავარი ყურადღება ამჟამად მიმართულია შეერთებულ შტატებთან სავაჭრო დავის რაც შეიძლება სწრაფად გადაჭრაზე. მე ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განწყობილი, რომ ამას მომდევნო დღეებსა და კვირებში შევძლებთ. ბოლოს და ბოლოს ჯერ კიდევ გვაქვს დრო 4 ივლისამდე. ჩვენ შევთანხმდით კონკრეტულ თარიღებზე, რომლის ფარგლებშიც პრეზიდენტ ტრამპს სურს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. Darauf gerichtet ist, jetzt so schnell wie möglich den Zollkonflikt mit den USA beizulegen. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფებმა დიდი ზეწოლის ქვეშ მოაქცია სრულიად ევროპული ბლოკი. გერმანიის შემთხვევაში პრობლემები ავტომწარმოებლებს შეექმნათ, რომლებიც ამერიკაში შეტანილ პროდუქციაზე 25%-იან მოსაკრებელს იხდიან. 50%-იანი შეზღუდვა მოქმედებს რკინისა და ალუმინის ექსპორტზე შტატებში. ამ სიტუაციაში ბერლინი მარტო მოქმედებაში ეფექტურობას ვერ ხედავს. სწორედ ამიტომ ევროკავშირთან ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას უსვამს ხაზს. მედიაში წერენ, რომ შესაძლოა ვაშინგტონი ბრიუსელმა 10%-იან ტარიფებზე დაითანხმოს ნებისმიერ ევროპულ პროდუქციაზე ზოგიერთი მგრძნობიარე გამონაკლისით. შეთანხმების მოახლოებაზე მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც დონალდ ტრამპიც მიანიშნებდა, თუმცა აგვისტოდან უფრო რთული ტარიფებით იმუქრება, თუ მხარეები შეთანხმებას 4 ივლისამდე ვერ შეძლებენ.